მოგესალმებით. ვადამდელი არჩევნები ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მაჩვენებელია და ყოველთვის განსაკუთრებულ თავის ტკივილს წარმოადგენს ხოლმე, განსაკუთრებით მმართველი ძალისთვის. ასე არის გერმანიის შემთხვევაშიც. კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატებს საქმე ნამდვილად არ აქვთ სატრაბახოდ. პოლიტიკურ კრიზისს აძლიერებს ეკონომიკური სირთულეები, მიმდინარე ომი უკრაინაში და მუდმივი სამხედრო რიტორიკა, არალეგალური მიგრაცია და LGBT პროპაგანდაც, რომელიც გერმანიაში ძლიერად ინერგება. ამ პრობლემების ჩამონათვალს ემატება გაზრდილი დანაშაული, სადაც როგორც წესი, დამნაშავე მეტწილად ან მიგრანტია, ან მიგრანტის წარმოშობა აქვს. ამ სირთულეების თაიგულს კი შოლცი და მისი ხელისუფლება უკვე ნამდვილად ვეღარ უძლებენ. 23 იანვარს გერმანიის სამხრეთით მდებარე ქალაქ აშაფენბურგში სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე დანით თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 წლის ბავშვი. კიდევ 3 ადამიანი მძიმედ დაიჭრა, მცირეწლოვანი გოგონა და 2 ზრდასრული. თავდასხმა ქალაქის ცენტრალურ პარკში მოხდა. დაკავებულია 28 წლის თავდამსხმელი, რომელიც ეთნიკურად ავღანელია. ეს ტერაქტი გასული წლის სტატისტიკას მხოლოდ აუარესებს. დეკემბერში ექიმი, რომელიც წარმოშობით საუდის არაბეთიდან იყო და გერმანიაში თავშესაფრის სტატუსით სარგებლობდა, მაგდებურგში საშობაო ბაზარს თავს დაესხა. მანქანით დიდი სიჩქარით შევარდა ხალხში და 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 200-მდე კი დაშავებული დარჩა. ასეთი ინფორმაციები ძალიან ცუდად აისახება საზოგადოების განწყობაზეც და პოლიტიკურ პარტიებზეც, განსაკუთრებით მათზე, ვინც საიმიგრაციო პოლიტიკას ყოველთვის უჭერდა მხარს. აშაფენბურგში მომხდარ ტერაქტზე კანცლერ შოლცის განცხადება დამკვირვებელი ანალიტიკოსის შეფასებას უფრო ჰგავდა, ვიდრე მთავრობის მმართველი პირისას, რომელსაც არსებულ ვითარებაზე კონტროლის დამყარება შეუძლია. შოლცი სოციალურ ქსელში წერდა, რომ თურმე დაიღალა ასეთი თავდასხმებით და გერმანიაში უადგილო ტოლერანტობის ადგილი არ არის. პრინციპში თუ ვინმე შეიძლება დავადანაშაულოთ უადგილო ტოლერანტობის პოპულარიზებაში, ისევ და ისევ კანცლერი შოლცის შეგვრჩება ხელში. კანცლერი, რომელმაც 2021 წლის შემდეგ პრაქტიკულად ვერაფერს ვერ მოაბა თავი, ვის დროსაც ეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა და ქვეყანამ მილიარდები გაისროლა უკრაინაში მიმდინარე ომში. შოლცის ხელისუფლებას რომ პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია არალეგალური მიგრაციისთვის ხელის შესაშლელად, ეს გასაგებია, მაგრამ მის მიერ ნახსენებ ტოლერანტობას მხოლოდ მიგრაციის კონტექსტში ნუ გავიგებთ. შოლცის ხელისუფლება ნამდვილად ყველა მიმართულებით ტოლერანტული იყო. იქამდეც კი, რომ გასული წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონის სახელად კანონი თვითგამორკვევის შესახებ, რომლის მიხედვით ქვეყანაში გენდერის, ანუ სოციალური სქესის შეცვლის პროცედურა გამარტივდა. აქამდე თუ გენდერის შეცვლისთვის 2 ფსიქოლოგისა და სასამართლოს თანხმობა იყო საჭირო, ახლა ეს აუცილებლობა მოიხსნა და თითოეულ გერმანელს შეუძლია წელიწადში ერთხელ მხოლოდ 25 ევროდ შეიცვალოს სქესი. დოკუმენტებში კი არჩევანის 4 შესაძლებლობა იქნება: ქალი, კაცი, სხვა და სქესის დაზუსტების გარეშე. საინტერესოა, როგორ აპირებს გერმანიის მომავალი ხელისუფლება ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, რომელიც პირიქით 2 სქესისა და 2 გენდერის პოლიტიკას უჭერს მხარს და ქვეყნის მასშტაბით ყველგან ხურავს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პროგრამებს. როგორც ჩანს, ახალ რეალობას ფრიდრიხ მერცმა ფეხი აუწყო და აშაფენბურგში მომხდარი ტერაქტის შემდეგ განცხადება გააკეთა, რომ თუ ხელისუფლებაში მისი პარტია იქნება, ანუ ქრისტიან დემოკრატებისა და ქრისტიან სოციალისტების კავშირი, მაშინ გერმანიის საზღვრებს ერთ დღეში დაკეტავს და ისინიც კი უარს მიიღებენ თავშესაფარზე, ვისაც პოლიტიკური თავშესაფრის მიღება სურდა. მით უმეტეს უარს მიიღებენ არალეგალი მიგრანტები, რომლებიც გერმანიაში შესვლას ცდილობენ. ჯერჯერობით მაინც ყოველი შემთხვევისთვის გამოკითხვების მიხედვით პირველ ადგილზე სწორედ პარტია ქრისტიან დემოკრატებისა და ქრისტიან სოციალისტების კავშირია, დაახლოებით 30%-ით, რომელსაც დამაჯერებლად მოჰყვება მეორე ადგილზე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის 20%-ით და მხოლოდ შემდეგ მოდიან დანარჩენი პარტიები. გერმანიაში პოლიტიკურ კრიზისს ამძაფრებს ისიც, თუ როგორ ინტერესი ჩენს ილონ მასკი გერმანიის შიდა პოლიტიკის მიმართ. 26 იანვარს ილონ მასკი პარტია
ალტერნატივა გერმანიისთვის ყრილობას ვიდეოზარით შეუერთდა და ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ მეინსტრიმ პარტიებს ნამდვილად გაუჩინა საფიქრალი. აქ უკვე აღარ არის საუბარი იმაზე, რომ მასკმა ხარი დაუჭირა ალისა ვაიდელს და გერმანელ ამომრჩეველს სწორედ მისი პარტიისთვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. საუბარია იმაზე, რომ მასკმა გერმანიის წარსულის გადააზრებას მოითხოვა, რაც დღევანდელ გერმანიაში პრაქტიკულად ტაბუდადებული თემაა. ნაცისტური წარსული არის ის, რის გამოც დღეს გერმანელს არ შეუძლია იამაყოს გერმანელობით. მასკის მოწოდება კი საპირისპირო იყო. წარსულზე პასუხისმგებელი არ არის ახალი თაობა, ამიტომ არაფერია ცუდი იმაში, თუ გერმანელები მეტ ნაციონალიზმს გამოიჩენენ. მასკის ფაქტორი და მისი ასეთი ღია მხარდაჭერა ალტერნატივა გერმანიისთვის არავის მოსწონს გერმანიაში. არც ფრიდრიხ მერცისა და არც ოლაფ შოლცის პარტიებში. სხვათა შორის არც ევროკავშირის მმართველ ზეეროვნულ და ზესახელმწიფოებრივ სტრუქტურებში. გერმანიაში პოლიტიკური კრიზისის შესახებ ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. რამდენიმე ტერორისტული აქტი, რამდენიმე აფეთქება, ეკონომიკის მუდმივი ვარდნა, პოლიტიკური კრიზისი და მთავრობის დაშლა. ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? ოლაფ შოლცს კანცლერის ტიტული მოსწონს, თუმცა თავს არც დამნაშავედ გრძნობს და არც პასუხისმგებელ პირად აღიქვამს. ქმედითი ნაბიჯების ნაცვლად აცხადებს, რომ დაიღალა, თუმცა პოსტის დატოვება მაინც არ უნდა. ტერაქტებით დავიწყოთ, როგორც გითხარით, ის რამდენიმე იყო. 2024 წლის 23 აგვისტოს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფაილის ქალაქ სოლინგენში 26 წლის სერიელმა ფესტივალზე დანით ერთი ადამიანი მოკლა. რამდენიმე კი მძიმედ დაჭრა. 2024 წლის 20 დეკემბერს ქალაქ მაგდებურგში 50 წლის არაბილ ტოლვილი საშობაო ბაზარში მანქანით შევარდა და იქ მყოფ ხალხს გადაუარა. ტრაგედიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის პატარა ბავშვი. 200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. 2025 წლის 22 იანვარს ბავარიის ქალაქ აშაფენბურგის პარკში 28 წლის ავღანელი მამაკაცი დანით თავს საბავშვო ბაღის ბავშვებს დაესხა. 2 წლის ბავშვი მოკლა, 2 მცირეწლოვანი დაჭრა. ტერაქტს ემსხვერპლა 41 წლის მამაკაციც, რომელიც პატარების თავდამსხმელისგან დაცვას ცდილობდა. დაშავდა მასწავლებელიც. კანცლერმა შოლცმა პირველად თქვა: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოხდეს მათი რეპატრიცია და დეპორტაცია, ვისაც არ შეუძლია ან არ აქვს გერმანიაში დარჩენის უფლება. მეორედ განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომები უნდა გამკაცრდეს და გერმანელებს სრული დაცვა აღუთქვა. მესამედ კი უბრალოდ თქვა: დავიღალე იმით, რომ ყოველ რამდენიმე კვირაში ჩვენ გვაქვს ძალადობრივი აქტები, ჩადენილი ადამიანების მიერ, რომლებიც ჩვენთან ჩამოვიდნენ დაცვის მოსაძებნად. არასწორი ტოლერანტობის ადგილი აქ არ არის. თუმცა ამ დაღლას ისეთი ფრაზები მოაყოლა, თითქოს ქვეყნის პირველი პირი კი არა, გერმანიის ჩვეულებრივი მოქალაქე ან ოპოზიციის წარმომადგენელია. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაარკვიოს, რატომ იმყოფებოდა თავდამსხმელი გერმანიაში. მიღებული მონაცემებიდან დაუყოვნებლივ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები. საუბარი არ არის საკმარისი. საკმარისი უკონტროლო მიგრაციაზე კონტროლის დაწესება იქნებოდა, რასაც გერმანელები უკვე დიდი ხანია კატეგორიული ტონით მოითხოვენ. თუმცა კანცლერი შოლცი ბრიუსელის მითითებებს ემორჩილება. ფონ დერ ლაიენის კეთილგანწყობა მისთვის უპირატესი იყო. ამიტომაც ხალხის რისხვა გვერდით გადადო და საემიგრაციო პოლიტიკაში კორექტივებიც კი არ შეუტანია. ტერაქტების ფონზე შოლცის ხელისუფლება განსაკუთრებულად უსუსურად გამოიყურება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკრატების გავლენის ქვეშ არის, არამედ იმიტომაც, რომ პრობლემაზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება არ შეუძლია. მაგალითად, გამოცემა შპიგელის ცნობით, მაგდენბურგში საშობაო ბაზარზე თავდასხმის შესახებ ბერლინი 3-ჯერ გააფრთხილეს. თუმცა ფედერალურ ხელისუფლებას რეაგირება არ მოუხდენია. რეაგირებას ის არც ეკონომიკის სისტემატიურ ვარდნაზე ახდენს. ამ უპრეცედენტო კრიზისს Wall Street Journal-მა საკმაოდ ვრცელი წერილი მიუძღვნა სათაურით. გერმანიის ეკონომიკური მოდელი ჩამოიქცა. გეგმა ბეკი არავის აქვს. ეკონომიკა გერმანიაში 2019 წლიდან ფაქტიურად არ იზრდება. 2022 წლის შემდეგ კი მუდმივად ვარდება. ასეთი სტაგნაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა, წერს გამოცემა. შოლცი შესაძლოა ეკონომიკის ვარდნისა და მრეწველობის გაკოტრების შესახებ ინფორმაციის მიღებითაც დაიღალა, მაგრამ ყველაფერი ბევრწილად უკრაინის ომიდან დაიწყო. კანცლერის გადაწყვეტილებამ მხარი დაეჭირა ომისთვის. დაესანქცირებინა რუსეთის ეკონომიკა და უარი ეთქვა იაფ ენერგორესურსებზე. გერმანიის მრეწველობას სერიოზული დარტყმა მიაყენა. ეს კი მაშინვე აისახა გერმანელების ყოფაზე. კანცლერის ამ გადაწყვეტილებამ ავტომრეწველობა კრიზისამდე მიიყვანა. Wall Street Journal-ის განმარტებით ავტომწარმოებლებს და მათ დილერ კომპანიებს ათასობით სამუშაო ადგილის შემცირება უწევთ. წარმოება დავარდა.
შესაბამისად არ აქვთ მოგება. ვეღარ იხდიან იმდენ გადასახადებს და ვეღარ ავსებენ ადგილობრივი ხელისუფლებების ბიუჯეტებს. ეს კი უკვე აისახება მოსახლეობის ჯანდაცვის, განათლებისა და სხვადასხვა სოციალურ პროგრამებზე. საილუსტრაციოდ Wall Street Journal-ს დუნაისპირას განთავსებული გერმანული ქალაქი ინგოლშტადტი მოყავს. ის ბავარიის მეორე უდიდესი ქალაქია. ადრე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი იყო. ახლა როგორც გამოცემა წერს 150,000-იანი ქალაქის მერი ქრისტიან შარპი 100 მილიონი ევროს დაზოგვის გზებს ეძებს, იმიტომ რომ აუდი ვეღარ იხდის მოგების გადასახადს. კომპანიამ თავისი შემოსავლების 90% უკვე დაკარგა. ამიტომაც ბიუჯეტის შევსება კი არა, სამუშაო ადგილების შემცირებაც კი უწევს. ავტომწარმოებელი Audi, რომლის სათაო ოფისი აქ მდინარე დუნაის მახლობლად მდებარეობს, ყოველწლიურად 100 მილიონ ევროზე მეტ მუნიციპალურ გადასახადს აგროვებდა ინგოლშტადტის ხაზინაში მისი მშობლის Volkswagen-ის მეშვეობით, მაგრამ ეს ნაკადები შემცირდა 1 წლის წინ. ნოემბერში Audi 91%-ით შემცირდა. სექტემბრის ჩათვლით 3 თვის განმავლობაში საოპერაციო მოგებაში და გერმანიაში ათასობით სამუშაო ადგილის შემცირებით. ეს მაგალითი ცხადად აჩვენებს, როგორ აისახება ხელისუფლების გადაწყვეტილება მწარმოებლებზე, ბიუჯეტზე, დასაქმებულ მოქალაქეებზე, ქალაქების, რეგიონებსა თუ სოფლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გასულ წელს Volkswagen-ის კრიზისზე გერმანიის კანცლერმა განაცხადა: ეს ჩვენი პრობლემა არ არის, ის კერძო საკუთრებაა. ისე ჩანს, თითქოს ბატონი შოლცი საერთოდ ვერ ხედავს ვერც მის მიერ შექმნილ პრობლემებს და ვერც მათი გადაჭრის გზებს. კომპანია ალიანსის მთავარი ეკონომისტი ლუდოვიკ სუბრანი ამბობს: მათ არ სურთ რეალურ პრობლემას თვალი გაუსწორონ. ისინი კვლავაც ფიქრობენ, რომ ეს დროებითი მოვლენაა და ის გადაწყდება იმავე გზებით, რა გზებსაც მათ მოსაგვარებლად ადრე იყენებდნენ. ადრე საუბარია 2000 წლის კრიზისზე, როცა უმუშევრობამ გერმანიაში 12%-საც კი მიაღწია. თუმცა მაშინ კრიზისი რეფორმებმა განმუხტა. ექსპერტების შეფასებით ეს კრიზისი უფრო მძიმე და სერიოზულია, რადგანაც მან ეკონომიკის გერმანული მოდელი დააყენა ეჭვის ქვეშ. ეს მოდელი კი ექსპორტზე დგას. ახლა ეს ექსპორტი გაჩერებულია. ქვეყანა 83 მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც სიდიდით მსოფლიოს მესამე ეკონომიკა იყო, აწარმოებდა და ექსპორტზე გაჰქონდა საინჟინრო პროდუქტები, ავტომობილები, რობოტები, მატარებლები. ინგლისელი ექსპერტის იაკობ კირგეგორის განმარტებით, სწრაფად მზარდი ექსპორტის გარეშე ეკონომიკის გერმანული მოდელი უბრალოდ არ იმუშავებს. თუმცა პროგნოზების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ოპტიმისტური განწყობა არც ხელისუფლებაში აქვთ. გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი 1,1-დან 0,3%-მდე შეამცირა. Handelsblatt-მა სამთავრობო წრეებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ გერმანიის ხელისუფლებას ეკონომიკური ზრდის მოლოდინიც კი არა აქვს. ბრიუსელის ომის დღის წესრიგმა ქვეყანა ჯერ ტერაქტების შიშამდე მიიყვანა. შემდეგ ეკონომიკაში შექმნა დეპრესია. ბოლოს კი პოლიტიკაშიც გადაინაცვლა. ეს ტენდენცია უკვე თითქმის ყველა სოციოლოგიურ კვლევაში დაფიქსირდა. მოსახლეობას აწუხებს უკონტროლო მიგრაცია, უსაფრთხოება, უმუშევრობა, კლიმატური ცვლილებები. ოლაფ შოლცი კი 1959 წლის შემდეგ პირველი ყველაზე არაპოპულარული კანცლერია გერმანიაში. ერთ-ერთ ასეთ კვლევას Wall Street Journal-იც აქვეყნებს. ხალხის განწყობა პოლიტიკურ კრიზისს ნათლად ადასტურებს. გამოკითხულთა უმეტესობა სწორედ ეკონომიკას ასახელებს გერმანიის მთავარ პრობლემად. შემდეგ მოდის უკონტროლო მიგრაცია. ფასების ზრდა მხოლოდ მეოთხე ადგილზეა. რუსეთ-უკრაინის ომი კი მე-6 პუნქტზე. პოლიტიკური კრიზისი ვერტიკალზეც აისახა. გასული წლის ნოემბერში მმართველი ბლოკი დაიშალა. გამოწვევები სერიოზულია. თუმცა შოლცს არანაირი ეკონომიკური გეგმა არ გააჩნია. გერმანელი ექსპერტი იენს სუედეკუ Wall Street Journal-ს ეუბნება, რომ გერმანული ეკონომიკის ახალი მოდელის შექმნის ვერც ინიციატივებს ხედავს და ვერც მცდელობებს. ამ ფონზე ზუსტად ერთ თვეში გერმანიაში არჩევნები ტარდება. კანცლერი არც გადადგომას აპირებს და არც სახლში წასვლას. ის არჩევნების მოგებას აპირებს. მისი კონკურენტი ამჯერად ცალკეული პარტიების ლიდერები ან პოლიტიკური ჯგუფები კი არ არიან, არამედ მთელი გერმანიაა. თუმცა პოლიტიკურ ლანდშაფტს თუ ავიღებთ, ამ პოზიციებს კვლავაც ალისა ვაიდელი იმყარებს. ალტერნატივა გერმანიისთვის ლიდერი კანცლერობის რეალური კანდიდატია. ის უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ გამოდის და კრიმინალის ზრდასაც და ტერორისტულ აქტებსაც სწორედ ამ მოვლენას უკავშირებს. ამიტომაც კატეგორიულად მოითხოვს გერმანიის საზღვრების გაკონტროლებას. ქრისტიან დემოკრატებიც უკვე
მკაცრი ტონით მოითხოვენ საზღვრების ჩაკეტვას. ამ ნარატივით ამ კოალიციის ლიდერი ფრიდრიხ მერციც გამოვიდა. დაღლილი შოლცისგან უკვე არავინ არაფერს ელის. ის კი რეალური გეგმის ნაცვლად საზოგადოებას ისევ მის გარშემო გაერთიანებას ურჩევს. საშობაო ბაზარზე თავდასხმის შემდეგ კანცლერმა თქვა: "უნდა გავერთიანდეთ, რომ სიძულვილმა არ დაგყოს და ერთმანეთს არ დაგვაშოროსო." მაგრამ ხალხი და ოპოზიცია ერთმანეთს არ შორდება. ეს შოლცი ვერ სცილდება ბრიუსელის დღის წესრიგს. კვლევებს ისიც უყურებს და წესით კარგად ხედავს წაგების კი არა კატასტროფული მარცხის რისკებსაც. ამიტომაც კონკურენტების ჩამოშორება უკვე დაიწყო. დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მაგალითად განაცხადა: "სიტყვის თავისუფლება კი კარგია, მაგრამ ის უკიდურესი მემარჯვენე პოზიციებისგან უნდა დავიცვათო." ჩვენ გვაქვს სიტყვის თავისუფლება ევროპასა და გერმანიაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ვუჭერდეთ მხარს უკიდურეს მემარჯვენე პოზიციებს. კიდევ ერთხელ, შოლცმა თქვა: "მიუხედავად სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობისა, მისი გამოყენება უკიდურესი მემარჯვენე შეხედულებების მხარდასაჭერად მიუღებელიაო." მთელი ფოკუსი აქ სწორედ ალისა ვაიდელზე კეთდება, რომელიც ამ საარჩევნო მარათონის ფავორიტია. გამოდის, რომ კანცლერი მისთვის ჯერ სიტყვის უფლების ჩამორთმევას ცდილობს. შემდეგ კი ალბათ შეეცდება ხმის უფლებაც წაართვას. ლიბერალები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ალტერნატივა გერმანიის მზარდი პოპულარობა მისი ფაშიზმთან დალინკვით დაამოხრუჭონ. მუხრუჭის როლში ახლა შოლცის ეს ფრაზაც ჩადგება. შესაძლოა ლიბერალურმა მედია საშუალებებმა თქვან: ფაშისტურ ორგანიზაციებს სიტყვას არ მივცემთო. უფრო ადრე პარტიის აკრძალვის მოწოდებებმაც ხომ გაიჟღერეს, თანაც ბუნდესტაგში. მათ EFD რადიკალურ ხედვებში დაადანაშაულეს და თქვეს, რომ პარტია საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას. ის რაც ადრე განსხვავებული აზრი, სიტყვის თავისუფლება იყო, ახლა როგორც ჩანს დაცენზურდება და გაიფილტრება. მაგრამ ვინ ან როგორ ადგენს, რომელი ორგანიზაცია არის ფაშისტური? კანცლერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ და პოლიტიკურ კონტექსტს შევხედავთ, გამოდის, რომ ყველა ვინც შოლცის აზრებს ეწინააღმდეგება ხელს უშლის დემოკრატიას, არღვევს კონსტიტუციას და თავისუფალი სიტყვით არ უნდა ისარგებლოს. მედია ეთერები არ უნდა დაუთმოს. ექსპერტებმა მათზე ფოკუსი არ უნდა გააკეთონ. მხოლოდ უნდა დევნონ და ლანძღონ. ხელისუფლებაში რომ არ მოვიდნენ და გერმანელების ინტერესები რომ არ გაითვალისწინონ. ფონ დერ ლაიენმა კი შოლცის სახით გერმანიაში ერთგული მოკავშირე შეინარჩუნოს. 15 იანვარს გერმანიის ეკონომიკური მაჩვენებლების სტატისტიკა გამოქვეყნდა, რაც იმედისმომცემი ევროკავშირის ჯერ კიდევ წამყვანი ეკონომიკისთვის ნამდვილად არ არის. 2024 წელს გერმანიის ეკონომიკა წინასწარი მონაცემებით 0,2%-ით შემცირდა. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 0,3% იყო. გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის ზედიზედ მეორედ შემცირება კიდევ ერთი გამოწვევაა მომავალი ხელისუფლებისთვის. ამას ემატება სხვა პროგნოზებიც, მაგალითად ერთ-ერთი ასეთი პროგნოზის მიხედვით 2025 წელს სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი 3 მილიონამდე გაიზრდება. სტაგნაციის პროცესი 2018 წლიდან დაიწყო, რის შემდეგაც გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი ფაქტობრივად არ გაზრდილა. კიდევ ერთი პრობლემა, რაც ქვეყანას ემუქრება, გახლავთ სამუშაო ბაზარი, რომელიც აქამდე საკმაოდ მყარი იყო, ამჯერად მკვეთრად გაუარესდა. ასეთ დროს კი გამოჩნდა ჩინეთის ინტერესები გერმანიის ეკონომიკაში. ჩინეთი ინტერესს გამოხატავს გერმანული საავტომობილო ქარხნების მიმართ, რომელთა დახურვას იგეგმება განსაკუთრებით Volkswagen-ის კონცერნის საწარმოების მიმართ. დიდი ალბათობით ეს საკითხი უკვე მომავალი მთავრობის მოსაგვარებელი იქნება. მოკლედ, ევროკავშირის წამყვან ქვეყანას ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს, რაც ბუნებრივია ევროკავშირის ზოგად სტაბილურობაზეც აისახება და მის გეოპოლიტიკურ როლზეც. და თუ ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება, ამერიკის პრეზიდენტის ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა ძალიან გაუჭირდებათ გერმანიაშიც და ევროკავშირშიც. მე ივანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე უყურეთ ევროკრატიას.